მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა პრეს რევიუ, როგორც ყოველთვის დღის 3 საათზე. და საუბრობთ იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის ალბათ პრობლემატურია, საჭიროა, აუცილებელია და თქვენთან ერთად ვაანალიზებთ ჯერ დილის რადიო ეთერში, შემდეგ ამ თემებს უკვე ვშლით ტელეეთერის მეშვეობით და ახლოს მომავალში ტელეეთერის მეშვეობითაც გვექნება საშუალება ინტერაქტიული ჩართვებისა და მოსახლეობის ზარებისა პირდაპირ ეთერში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია, ჩემი მეგობარი და ყოველთვის ალბათ ძალიან პატივცემული ადამიანი, ალეკო ელისაშვილი, დღეს უკვე პოლიტიკოსი, მაგრამ ადრე ჟურნალისტი, ძალიან აქტიური ჟურნალისტი, ასევე მანჩო გიორგობიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა სახალხო კონტროლის წარმომადგენელი, თავისი აქტიური პოზიციით ისედაც ალბათ თბილისის მოსახლეობამ და ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის და პატივცემს მის აქტიურობას. დღეს გამომდინარე სტუმრების სტატუსიდან ჩვენ ალბათ უფრო შევჯამდებით თბილისის საკითხებზე, ადგილობრივ პრობლემებზე, მუნიციპალიტეტების მუშაობაზე, მერიის სამსახურებზე, ქალაქში გამწვანების საკითხებზე, მშენებლობის საკითხებზე და ასე შემდეგ, ალბათ ყველა იმ თემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და რომლებიც ალბათ ძალიან სწრაფად და საშურად გადასაწყვეტია. პირველი, ჩემთვის მე როგორც ძალიან ლიბერალი წამყვანი, არც ვიცი, ესეთი რიგითობა მანჩოს კითხო, შენ კითხო, საერთო შეკითხვა დავსვა და წევრი დაიწყოს ალეკო. საერთაშორისო თემებზეც ვისაუბროთ, რატომაც არა. სიამოვნებით, ნებისმიერი თემა, რაც თქვენთვის იქნება, თქვენ თვლით რომ ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, ეს იქნება კარგი, ცუდი, უარესი, უკეთესი თუ ასე შემდეგ. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი მსმენელისთვის საინტერესო იქნება. ალეკო, პირველ რიგში მე მინდა მოგესალმო ჩვენ ეთერში პირველად ხარ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ შენ მიმართ მე მაქვს ჩემი განსაკუთრებული სიმპათიები და რაც ჟურნალისტურ ფორმატებს არ ვიჭერ ხოლმე, რომ ვიყო ობიექტური, ჩემ პირად დამოკიდებულება არ გამოვხატო. ხო. ამიტომ მე შენი აქტიურობა ძალიან მომწონს, ყოველთვის ესე ვაპიარებ ხოლმე ჩემ რადიო გადაცემებში და ესეთი სტატუსიც მოგანიჭე, რომ ალეკო ელისაშვილი თავისი პოზიციით და თავის დამოკიდებულებით საკითხების მიმართ ახალი თაობის პოლიტიკოსი ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. დღეს შენ ყველაზე რთულ უბანზე ხარ ფაქტიურად, იმიტომ რომ თბილისს როგორც საქართველოს დედაქალაქს ძალიან როგორც დიდ ქალაქს, თანაც ქალაქს თავისი მასშტაბებით მილიონზე მეტი მოსახლეობით აქვს გამომდინარე წინა 25 წლიდან ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემა, ძალიან ბევრი. აი ამ კუთხით მინდა შენთან ვისაუბრო, რა თქმა უნდა, მანჩოს თავის კომენტარს გააკეთებს და თავის ანალიზს მიმდინარე საკითხების, მაგრამ მთავარი, რამდენად ეფექტურია დღეს თვითონ მერიის ის სამსახურები და რამდენად არის კომუნიკაციაში თქვენთან მუნიციპალიტეტთან, რამდენად შენ ხარ კმაყოფილი როგორც ხალხის რჩეული ამ უბანზე, აი შენთვის რამდენად ეფექტურად მუშაობს მერიის სამსახურები და რას ისურვებდი რომ შეიცვალოს. ეს არის ფორმალური შეკითხვა და ჩემ თემას რო გავშლით, შემდეგ უკვე კონკრეტულ საკითხებზეც ვისაუბროთ. ზუსტად ვემთხვევით ალეკო საბურთალოს მაჟორიტარი, მე საბურთალოს მაცხოვრებელი, ზუსტად საბურთალოსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ თვითმმართველობაში ჩემი უბნის საბურთალოს გამგებელმა მართლაც ესეთი ინოვაცია შემოიტანა, რასაც მივესალმები, სწორედ ის რაღაცა ინგლისური ტიპის, უბრალოდ დასავლური ტიპის მუნიციპალური მმართველობის ფორმა, სადაც საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ ხდება ყველა გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება. საბჭო შეიქმნება და მეც შევიტანე განცხადება და ძალიან კარგი. საბურთალოს მოსახლეობას ვთხოვდი მაცხოვრებლებს, რომ მათაც იაქტიურონ, მიიღონ მონაწილეობა მათ უბანში, მათ მუნიციპალიტეტში, მათ გამგეობაში, აი ამ პროცესებში და მათი პულსის ხელის პულსზე დადებით ხდებოდეს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მათთვის საშურია. ალეკო, აი ესეთი დიდი შესავალი გავაკეთე. მოგესალმებით, მადლობა დაპატიჟებისთვის, წარმატებას გისურვებ. მეც მიმაჩნია, რომ ობიექტურობა რაღაც ყურით მოთრეული ამბავია, იმიტომ რომ ადამიანი ხარ სუბიექტი და შენ გაქვს შენი სუბიექტური ახმა ყველაფრის. ბუნებრივი. რაღაცა მოგწონს, კიტრი მოგწონს, პამიდორი არა, ძალიან რო გავამარტივო და ესეთია ხა ყველაფერის მიმართ ობიექტური დამოკიდებული ვერ გიქნება და ამიტომ იყო რომ მე როცა ჟურნალისტი ვიყავი, ახლაც კი ვწერ ხოლმე რაღაცებს. მიმაჩნდა რომ შენი ხედვა უნდა ქონოდა და ობიექტურობა იყო რაღაცა შინაგანი ცენზურის და მოკლედ თავის გამართლების ერთ-ერთი საშუალება. ალბათ ამიტომაც უყვარდი ძალიან ბევრ ესეთ მსმენელსა და მაყურებელს. ამდენად მე მიმაჩნია რომ ადამიანი ახლა ჟურნალისტი იქნება პოლიტიკოსი თუ რა მნიშვნელობა მას თავის სუბიექტური ახმა უნდა ქონდეს შეიძლება მართალი შეიძლება არამართალი მაგრამ ნუ ეს
რაც შეეხება ქალაქს, საბურთალოზე რაც ხდება ძალიან კარგია. გუშინ წინ ვარჩევდით კანდიდატურებს, სამ მუნიციპალიტეტად იყოფა საბურთალო და შერჩევა და ხალხი უნდა ჩაერთოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხის მონაწილეობა. აქამდე ყველა ჭირდებოდა ფორმალური მონაწილეობა, აქამდე ყველას უნდოდა რომ ხალხი ჩაერთო მხოლოდ იმ დოზით რომ არჩევნები გაეყალბებინა და სათავისო და პარტიული ვიწრო ინტერესთან გამოიყენებიან. ახლა ეს თუ დაიმსხრევა და საბურთალოზე ასე მიდის, იმიტომ რომ მე მაგალითად ერთ ქალბატონს მითხრეს კიდეც იქ ერთ დეტალს გავამხელ ახლა, მაგრამ მითხრეს რომ იციო ამ ქალსო ეზიზღებიონ და ნაციონალურების ხარდაჭერია და მე იმ ქალბატონს დაუჭირე იმის კანდიდატურას ხარ, იმიტომ რომ ახლა მე ეზიზღები, გეზიზღები, რაღაც ცოტა რაღაცებს უნდა გადავაბიჯო და მე რა ნაციონალურების ხარდაჭერი იყო, რა ვქნათ. ისიც უნდა იყოს წარმოდგენილი, ყველა ჩვენი ჭკუისა ხო არ უნდა იყოს. მით უმეტეს ახლა მე ცოტა სხვა ჭკუაზე ვარ. ვიდრე ბევრი სხვა. ნახე, ახლა მე თან შევიტანე ეკრანის ხედავდა, მაგრამ აი რო არ ამირჩენ, საერთოდ არ მეწყენება, იმიტომ რომ იმდენად პარტიისაცემი ხალხის სია ვნახე, მე იქ თავდადებული გაბუნია, კიდე ძალიან სერიოზული ადამიანები, რამდენიმე ხა ყოველს არ ჩამოთვლი, გამოჩნდება, ხა რაღაც ისე რომ არ გამომივიდეს მე რა არა ერჩეთ. იმდენად პარტიისაცემი ხალხი რომ სულ არ გამიკვირდება და მე მომწონს რომ ესე ყველა აქტიურად ჩართულია და ძალიან კარგი, სანიმუშო უნდა იყოს საბურთალო ამ ხრევ. ორგანო იქნება და მართლაც ესე იქნება, მე მაგაში დაარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა ბექა მიკაუტაძეს, მართლა არაჩვეულებრივი ინოვაცია შეგვიძლია. მადლობა ბექა, ძალიან კარგი იდეა არის და გადამდები უნდა იყოს ყველასთვის და მონაწილეობა ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ ეზოში მივედი ვაჟებშაველას წინა საარჩევნოთ და იქ მაჩვენეს ნაგვით სავსე აუზი. და აი მოვიდეს მთავრობა ეს გაგვიწმე უთხარ ეს ბოთლები ვინ ჩაყარა მთავრობამ ჩაყარა თქო ეს ბოთლები თქო ხო თქვენ ჩაყარეთ წლების განმავლობაში თქო პლასმასის თუ შუშის აიღე დალოცვილობ მე გაიგეთ ხელთათმანი და რა თუნდა ამას მთავრობა და ის მოვიდეს ბარაკ ობამა ხო ბევრი აი ეს უნდა რაღაცა საბჭოთა რაღაცა სტერეოტიპები საბჭოთა წარსულის ტყვეობაში ვართ კიდევ და ინერცია მოგვდებს რომ საკუთრება ჩვენ კარის ზღვრთან თავდება იმიტომ რომ ის რაღაცა ვერ ხვდებით რომ სადარბაზო ჩვენია ლიფტი ჩვენია ქუჩა ჩვენია ქალაქი ჩვენია ეს არის ყველა ფეხის ნაბიჯზე ეს პრობლემა ერთი ახლა რაც მე ძალიან ბევრი რამით უკმაყოფილო ვარ უბრალოდ სულ თავიდან ვამბობდი რას რომ ახლა ეს სტერეოტიპის ინერცია მოდის და ეს რაც არ მომწონს რომ რამდენ რომ ამბობდი წინა საარჩევნოთ რომ რამდენიმე სტერეოტიპის დამსხვრევა მინდა პოლიტიკაში წასვლის თქო საკრებულოში წასვლით პირველი რომ კრიტიკა ვიცოდე ხარ რომ ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი კრიტიკა არ არის იძულვილი და პოლიტიკა და მტრობა აი ეს პოლიტიკური ურთიერთობა არ არის სიყვარულის და სიძულვილის ასპარეზი იმიტომ რომ უკეთესი რომ მინდა იმიტომ ვაკრიტიკებ ნორმალური ქვეყნები რატო არ ნორმალური ოპოზიციას და ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მართლ პარტიას ერთმანეთი არ ზულთ საერთო ჯამში ერთმანეთის კრიტიკით ერთმანეთის ოპონირებით საერთო საქმის საერთო საქვეყნო საქმის წინ წასვლა უნდა ეს ჩვენთან დამკვიდრდა და განსაკუთრებით სააკაშვილმა გაამძაფრა ის რომ თუ ჩვენთან არა ხარ ჩვენი მტერი ხარ რუსეთის აგენტი ხარ და ეხლა მე შენ დაგამტრევ ძლებში იმიტომ რომ შენ როგორ ბედავ და ჩემ აზრზე არ ხარ და ის სიძულვილის ინერცია ხა ნაციონალურ მოძრაობას იგივე რევანშისტული სიძულვილი აქვს ისევ აინო აი ნაპერწკლების წვივად გივით არ გამაძე იქნება თუ ირმა რაგვარია ეს გოგო ირმა ნადირაშვილი რომ აი დაგვაბრუნა და აი თქვენ გიტირებს სისხლების დით ხო მაგრამ მათგან ალეკო კრიტიკის მოსმენა არის საშინელება იმიტომ რომ ეხა ერთი წუთი ირმა ნადირაშვილი რომელიც აქ პრემიებზე და დანამატებზე ლაპარაკობს და მისი მეუღლე დაღელაშვილი გამგებელი ჯერ მანამდე ვინ იყო ძალიან მაინტერესებს გამგებლად ვთქვათ რომელი იმის მიხედვით აღმოჩნდა და დამსახურების და მიხედვით მაგრამ დაღელაშვილი და ასევე ყველა გამგებელი ნაციონალური მოძრაობის დროს მოდი ცოტა იმაზე ვისაუბროთ 15 ესე იგი 30000-ით მე შევამოწმე გამოვითხოვე დოკუმენტაცია მე და გიორგი ბერეჟიანი მე მახსოვს შენ გაკეთებული 30000 ლარით მხოლოდ პრემიებზე და დანამატებზე ვლაპსაუბრობ ესე იგი ეხა არ ვიცი რა გვარია გამგებელი ვთქვათ მასთან შედარებით აი ჯუღურეთის დაღელაშვილი იღებდა 30000-ით მეც წელიწადში ეს მხოლოდ პრემიებზე და დანამატებზე მაკლაპარაკი ხო ანუ რა ხდება რომ რასაც გადავხედე მე მერიას მე არ ვამბობ რომ ცოტა აქვთ ხელფასი ნამდვილად არ ვამბობ ბევრს ახლა წელს მაგრამ ახლა ისეც ნუმიზამთ ახლა რაღაც სერიოზულ სამსახურებია და კაპიკებზეც არ უნდა იმუშაოს ალბათ ამ ხალხმა მაგრამ 30%-ით არის შემცირებული ესე იგი თვეში იღებენ 2000-ით ნაკლებს თითოეული ადამიანი. ეხლა ნარმანიას საერთოდ პრემია არ აქვს აღებული, ეხლა ნარმანიასთვის მე ხმა არ მიმიცია პირველ ტურში, მეორე ტურში ნაციონალების წინააღმდეგ მივეცე ხმა. ეხლა ამ ადამიანს 18000 ქონდა 6 თვეში აღებული, მაშინ როცა თქვა იგივე 6 თვეში ერთი წლის როცა იყო უგულავას 52000 ეხლა არის განსხვავება. უკეთესობისკენ მივდივართ, ყველაფერი კარგად კი არ არის.
მაგას არ ვამბობ, მაგრამ უკეთესობისკენ მივდივარ და ნუ ახლა ალეკოს აქტიურობაც მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში ხარ ვეთანხმები, არითი. ბუნებრივია, მაგრამ მოდი დღეს ესე იგი პრობლემებზე საუბრობს ყველა მედია, რუსთავი 2, ნუ პროპაგანდის იარაღია გასაგებია, მაგრამ ისიც პრობლემებზე საუბრობს, ის და ასე შემდეგ. მოდით ჩვენ დღეს ჩვენს ტელემაყურებელს ვუთხრათ, აი პოზიტივზე, ეხლა მე რატო შევაჩერე ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემების ეხლა მსმენელიც და მაყურებელიც დაგვეთანხმება და დაგვემოწმება, რომ უკომპრომისო და შეიძლება ზედმეტად მკაცრად კრიტიკულებიც ვართ ხოლმე ჩვენ გადაცემაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სხვა პროცესების მიმართ და ამ პროცესებში მონაწილე ადამიანების მიმართ, მაგრამ ის პოზიტივი ეხლა მე არ ვსაუბრობ, რომ აი ხო რაღაც ხო კეთდება პრინციპი ჩემთვის მიუღებელია. პოზიტივია ის, რომ ადამიანმა აი უბრალოდ გასაზიარებელია სხვებისთვის. საბურთალოს გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, რისკიც ალბათ, ხო, ეხლა სხვებს თუ ეშინიათ, რომ მე რაღაც დამოუკიდებელი ინიციატივა არ გამოვხატო და ამის გამო მე თითი ზევიდან არ დამექნიო, ამ ადამიანმა გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ხედვა, მან იცის დაუშვათ ამ დონეზე მართლობა ეფექტური როგორ გახადოს. აიღო რისკი და თქვა, ჩემი მართლობის დროს, ჩემთან ერთად ამ პროცესის მონაწილე იქნება ჩემი უბნის მოსახლეობა. თქვენ თვითონ შეარჩიეთ, თქვენი კანდიდატი ეს იქნება უბანი, კვარტალი, ეზო და ასე შემდეგ და მოდი ერთად ანუ მე გონი რომ არავის არ დაწყობს. ხო, მასაც ნუ იმას დავაკნინებთ. ამ ხრივ ძალიან აქტიური მაჟორიტარი ყავს, მე ვთვლი რომ საბურთალო ამ ხრივ ჩემი აზრით სანიმუშოა. ყავს მიუხედავად იმისა, რომ ალეკოსთან მე ბევრ ამაზე ვიკამათებ, პანორამაზეც მათ შორის ვიკამათებ, მაგრამ ხო არა, მე ვარ ბედნიერი რომ ყავს ესე იგი არაჩვეულებრივად უგანათლებულესი ბექა მიქაუტაძე, რომელიც ძალიან აქტიურია და არჩ კომუნიკაციაში ყავს ალეკო ელისაშვილი, რომელსაც არაფერი არ ეპარება და ყველაფერზე თქვათ საქმის ერთი ბუჩქის გამო შეძრას თელმედიას ძალიან კარგია. გასაგებია, მაგრამ ნუ რაღაცებს ახლა ბიზნესთან არ ვამართლებ ესეთ ჭუბს გიორგობიანთან ახლა არა რომ ჩემნათესავე არ არის ბიზნესა. მაგრამ ხაზი გავუსვათ. რო ჭუბი ალეკო მანამდე სხდომებს ესწრებოდი, მანამდე როცა დამტკიცდა ხეების მოჭრა არ მოჭრა ეს ხო წინ იყო. არ მომეწონა ბიზნესთან შენი ჭუბი, აი როგორც მოქალაქეს სიმართლე გითხრა ვინერვიულე. ნაციონალურ მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ და მე მიმაჩნია რომ იქ მიუხედავად თქვენი გიორგობიანობისა არ არის ჩემი ნათესავი. ხო, არა, რამიშობა ჩემი ნათესავი იყოს არც დავინდობდი, არც მას ბიზინა 6 აპრილს თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა 13 ნომრის სულ მომართავდა და საქმის კურსში მაყენებდნენ მეც და ბიზინა გიორგობიანთანაც კომუნიკაცია ჰქონდა და ისინი ამბობდნენ რომ აი მთელი ტყე იყო იმ ტერიტორიაზე და ამბობდნენ რომ ნუ გაგვიჩეხავენ ამას. ეს იყო გია უდესიანის ტერიტორია. თუ გნებავთ ამას კაპიკებში ყიდდა გია უდესიანი ყიდდა კაპიკებში რატომ? არც ერთი დეველოპერი არ ეკარებოდა იმ ტერიტორიას, იმიტომ რომ მთელი ტყე იყო ამ იმაზე, მიწის ნაკვეთზე. და იქ რო კორპუსი აგეშენებინა, უნდა გაგეჩეხა ეს ტყე. და არავის არ უნდა და ამ დავით არაბაში გახვევა. იმიტომ რომ ნებართვა ხო მანამდე ალეკო გაცემული. არა, 23 აპრილს გასცა. 23 აპრილს შეიტანა იმ კომპანიამ და ბოლო ვიღაცას მიღაცას მიყიდა. აქ ყველაზე სწორი იქნებოდა რომ ბიზინა გიორგობიანს ეს საკითხი გამოეტანა და ქალაქს ეყიდა და კაპიკებში ყიდა გიაუდესიანი და დაებრუნებინა ქალაქს ეს ტერიტორია. იცი რა, მეც დავინტერესდი ამ საკითხი და მე ვიცი რომ სხდომები ტარდებოდა გერგი ანუ ეს განაშენიანების ზონალურ საბჭოზე იყო განხილვა. საბჭოზე განხილული იყო ბიზინა ამას ერთპიროვნულად ვერანაირად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებასაც გამოწვია. აი ეს ისტორია ვიცი თავიდან ბოლომდე. ბოლოს მივიდა საქმე იქამდე რომ თამარაშვილის მოსახლეობა მე რომ მომართა, მე ვუთხარი რომ ნარმანია დღე-დღეზე უნდა მოვიდეს თქო, ეს იყო მარტის ბოლო და მე ამ საკითხს მერს ვუტყვი. ნუ ახლა ქალაქში არის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის თბილისის მერი, ხო, მან უნდა მიიღოს გაწყვეტილება. რომ მოვიდა, მე მომწეს 5 წუთი, ნარმანიას გამოსვლა რო იყო ამ 8 თვიანი მუშაობის შედეგების შეჯამება. 5 წუთი მომწეს და ბოლო საკითხად ვუთხარი თამარაშვილის ოქმიც ამოაბეჭდინე მე რომ და კაბინეტში მიდევ რომ ნამდვილად ვახსენე ეს საკითხი და ვუთხარი რომ ბიზინა გიორგობიანიც იქვე იჯდა რომ თამარაშვილის 13 ნომრის წუხილი უნდა გადმოგცეთ თქო რომ მეთქი სახალხო მილიცია კლამის ხალხშექმნელი და დღე-დაღამე დააროჯობს იმ ხეებს რომ არ უნდათ რომ გაიჩეხოს. მერი ხარ და გადაწყვეტილება მიიღე რამ რომ ეს ხეები არ მოიჭრას თქო. ეს იყო 6 აპრილს. 23 აპრილს ამ კომპანიამ და მშენებლობის ნებართვა როდის არის გაცემული? მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არის გაცემული. არ არის.
აი აქ არის რომ მე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. 23 აპრილს დილით შევიდა განცხადება ბიძინა გიორგობიანის სახელზე მერიაში 23 აპრილს დილით და 23 აპრილს შუადღეს ბიძინა გიორგობიანმა 30 ხის მოჭრის ბრძანება გასცა. ნებართვა გასცა. და მერე რო ატყდა ამბავი 27-ში მერე იმას ქნა რა ქვია შეაჩერა ორშაბათს დაიწყეს იმათმა ხის მოჭრა და ატყდა მთელი ამბავი და საკრებულოზეც ხო იყო გადმოცემული ამ საკითხის საკრებულოში გერგი არ შემოსულა ამდენად თავის თავზე აიღო და აქ მიჩნდება მე კითხვები რომ რაღაცა ამ ყველაფრის უკან ხო არის იმიტომ რომ ბიძინა გიორგობიანი მე კი არ უნდა მეყვირა და მოსახლეობას კი არ უნდა ეყვირა ბიძინა გიორგობიანი ხელფას იღებს ის არის თბილისის მასშტაბით გარემოს დამცველი მას სანგარი უნდა გაეთხარა იმ ხეებთან უნდა გაწოლილიყო ტყვიამფრქვევი დაედგა და არ მოეკარებინა არავინ ხელფას ბიძინა გიორგობიანი მე გვიხსნიდა რომ აი ეს უნდა აშენდეს მან მოაწერა ხელი მან მოაწერა ამ ხეების ნებართვას მანამდე ხო იყო სხდომებია საბჭოსი საბჭოს ხდომა ხომ არა 23-ში დილით შესულ განცხადებას 23-ში შუადღეს მოაწერა ბიძინა გიორგობიანის ნებართვით ატყდა ეს მთელი ამბავი ხეების მოჭრა ხო და მე ვარ კატეგორიულ წე მე მიმაჩნია რომ ამის შემდეგ მას უბრალოდ უფლება არ აქვს რომ იმ თანამდებობას დარჩეს ამაზე ვარ მტკიცეთ ამ პოზიციას და კიდევ იქ რაღაცა ისტორიები შესწავლე იმიტომ რომ სურო ნარმანია მიცულიყო დაქოქილი ბენზოხერხით ბიძინა გიორგობიანი არის თბილისის გამწვანების უბანში მას უნდა დაეცვინები მე ვიცი შემთხვევები და საკმაოდ ჩართული ვარ ახლა ამ ყველაფერში და ხო მაგრამ ეს რატო დაუშვა ხების დარგვის რაოდენობა რაღაცებზე მომწია ურთიერთობა ასე შემდეგ მე თვითონ ჩვენი განაშენიანება გვინდა და განცხადება შევიტანეთ და ბიძინა ძალიან აქტიურია თვითონ ყველა მართლა მიწის ნარგლეჯზე მე ხა რაღაცა მომავალი წლის გეგმაში ჩვენ ჩემი ეზო არის, ამიტომ მაქვს ეს კონტაქტი სისტემატიური, ძალიან მონდომებულია მოსახლეობასთან, სულ კომუნიკაციაშია, რომ რაც შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ, რომ ჩვენს დაგეხმარებით ანუ და არ გვაში ვთქვა, გარდა იმისა, რომ თქვენი გეგმა აქედან გამომდინარე სულ მუშაობს ეს ადამიანი, რაღაცა ყოველ შემთხვევაში ჩვენ კომუნიკაცია კარგი მეც ჰქონდა, მაგრამ არის ფაქტი, განაშენიანებაზე უზარმაზარი ხეები მოიჭრა ბიძინა გიორგობიანის ნებართვით. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ხო და მე არ მივსულ ვარ მე საყიდურავდა ბიძინა გიორგობიანი აქ შენმე სცენა და ამიდგი პროვოკაცია მე ხوار მიმიჭრია რა მომიჭრია ის ხები ვიყავი ჩემთვის საკრებულოში სიტი პარკზე პრესკონფერენცია მქონდა და მოსახლეობა მირეკავდა ისტერია მოდი ხეები ნუ კარგი გადავიდეთ გამოძიება ჩატარდეს იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი სამშენებლო კომპანიამ თვითნებურად აიღო და ადრე მოჭრა ბიძინა გიორგობიანის ნებართვით არის მოჭრილი გეუბნებით აი სამწუხაროდ ფაქტია მაგრამ მოდით ეხა რომ ამ თემაზე მარტო აღარ შევჩერდეთ ნუ ფაქტია ნუ ხარვეზი გამოვლინდა მაგრამ სანა პერსონალეზე აი მე ხარ შეცდომა ყველა შეიძლება დაემართოს მე ხარ ამას ვერ ვეთანხმები ბიზნეს შეიძლება შეეშალა მე არ ვიცი ახლა ბოლომდე ზუსტად ამ საკითხში არ ვარ ჩახედული მაგრამ ახლა ისე გამოდის საერთოდ არ არის ჩემი ნაცავი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც გვაქვს ჩვენ გვჭირდება ბევრი ხე იმიტომ რომ მიწა ჩადის ამ ნაყარი მიწა არის ჩემი სახლის წინ აი ახალი გზა რაღაცა პრობლემები გვაქვს მოკლედ რამდენიმე კორპუსით და აქტიურად არის ჩართული და მართლა ყველა მეტროს თვითონ და ალეკორო ესე იგი ეხა არ ვთვლი რომ პირიქით მე ეგეთი რამე არ მღირსები ეხა ეგეთი კომუნიკაცია არც ნაციონალების დროს ვერ მიეკარებოდი ვერავის ეხა რეკავ ჩვეულებრივად მიდიხარ ყველაფერში მხარში რაც დაგჭიროებია ეხა ჩვენ უბანში ნუ ფაქტია ძალიან ცუდი ძალიან შეიძლება ყველას დაემართოს ბუნებრივია თუ შეიძლება ვიტყვი ძალიან ცუდი ფაქტია სანამ ეხა პერსონალიაზე ვიტყვი რომ აი ბიძინა გიორგობიანს კი ბატონო ეს არის მისი ხარვეზი და ნუ მან უნდა რაღაცნაირად გამოსწოროს მაგრამ ეს მე ვთვლი რომ არ არის არც მიზეზი და არც შედეგი ამის მიზეზი არის ჩემის აზრით რაზეც ჩვენ გადაცემებშიც და ძალიან ბევრი საზოგადოების წარმომადგენელი ძალიან ხმამაღლა ხმის ჩახლეჩამდე იძახის სისტემური და სტრუქტურული ცვლილებები სადაც აი ესეთი გაუგებარი სისტემა რომ როდესაც არავის ბრალი არ არის და ფაქტია რომ ხარვეზი ხდება როდესაც თუნდაც ბიძინა გიორგობიანს დღეს ამ თემასთან დაკავშირებით ექნება ძალიან ბევრი არგუმენტი რომ მან მისი პასუხისგებლობა პირდაპირ არ დადგეს ანუ ფაქტიურად ეს შექმნი ჩვენ ვიცით ეს ამაზე ლაპარაკობდა ალეკოს თავის გადაცემებში სანამ ჟურნალისტი იყო ამაზე ლაპარაკობდი შენ სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიური მეც და ასე შემდეგ ანუ ჩვენ ვამბობთ რომ უგულავას და მიხეილ სააკაშვილის მიერ იქნა შექმნილი სისტემები ადგილობრივი მმართველობისა, ცენტრალური მმართველობისა, სადაც შეიძლება რაღაცები მოხდეს, რომელიც არ აწყობს არც ქალაქს, არც მოსახლეობას და არც არავის, ვიღაცამ ხელი მოითმოს ამაზე, ოღონდ პასუხისმგებელი ადამიანი, ვინც ამაზე მერე დაისჯება, არ არსებობს, ვერ არსებობს. აი ხა სამშენებლო ეს კანონმდებლობა როგორ ხდება პროექტის გატანა, პროექტის დამტკიცება, ვერც ერთ შემთხვევაში ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას ვერ დააყენ, ვერც მერისას
ზონალური საბჭო საერთოდ რაღაცა მისტიური ორგანიზაცია, სადაც პერსონალი არ ჩანს, ვინ რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. არქიტექტურის სამსახური ქალაქის ფაქტიურად უუფლებოა, ის ამბობს, რომ ეს პროექტი მომწონს და მორჩა და გათავდა. ანუ არის ძალიან ბევრი ხარვეზე, ალეკო. ძალიან ბევრი და მივდივარ მე როგორც მოქალაქე კატეგორიულად, აი ხა ის არ ხდება ხელისუფლებასთან მაგ გასაოცარი პრეტენზია. უნდა დაისაჯოს, აი დაუსჯელობის სინდრომი, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვინც აი ესე გასცა ნებართვები მილიონჯერ არის კანონმდებლობა. შენ ერთპიროვნებას ვერ მოძებნი. ის კაცი, რომელზეც შენ აი დაუშვათ, ან მე ჩავთვლი. ეს არის დამნაშავე, ის იტყვის, რომ მე ამან მომაწოდა ეს დოკუმენტი, იქ პირველად აქ განიხილეს, მე ჩემთან მოვიდა ეს დოკუმენტი, მე უბრალოდ ფორმალურად ხელი მოვა. მე ხო იცი რომ ფართხაფურთხით ბოლო წელს მოსწრებაზე, რა თქმა უნდა. ისევე როგორც რო ჩავიხედე, ხა ბოლო წელს პასუხი ვინმეს მოეთხოვა 20 მილიონით არის მერიის ხარჯები გაზრდილი 2013-ში 2012-თან შედარებით 20 მილიონით. ვინმე და მე ისევ ესე იგი დაკლებულია ეს სიმფარული ჩანაწერის დაისაჯა საერთოდ ამის გამო აი ეს რას ნიშნავს ვინმეს პასუხი მოეთხოვა რის ხარჯზე მოხდა 2012-ში თქვა 7 მილიონია რაღაცა არის ხარჯი 28 მილიონია ხარჯი 2013-ში კი ბატონო ესეც არ იქნებოდა პრობლემა სადა რატო არ არის დაუჯელობის სინდრომი და ვიღებთ შედეგებს ანუ მართლობითი აი ალეკო მე რამდენად სწორია ჩემი დამოკიდებულება ხა მე არ ვარ ექსპერტი ამ საკითხებში მაგრამ მართლობითი სისტემის ხარვეზები ხელს უწყობს ან გულგრილობას, ან უპასუხისგებლობას ამ პირიქით შეგნებულ დანაშაულებრივ განკარგულებებს. აი ეს არის თუ არა პრობლემა. საკრებულო მე იცის, ეხლა შენ იცი, დაუშვათ ბევრმა კვალიფიციურმა ადამიანმა, რომელიც ამ საქმეში ჩახედულია, და რომელიც ხედავს, რომ ხარვეზები საიდან და როგორ წარმოიშვა, საკრებულოზე ხდება ინიცირება, რომ აი სისტემურად შეიცვალოს მართლობითი პრინციპი ქალაქის სამსახურებში. აი ადგილობრივ დონეზე. აი ბექამ აიღო დაუშვათ ინიციატივა თავის ხელში თქვა, რომ ნებისმიერ ჩემ გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად განვახორციელებ და შეუქმნი ეს ხო მისი კერძო ინიციატივა იყო. იგივე დათო სერგეენკომ აიღო აი ესე თვითონ მოიფიქრა, აიღო რისკი და თქვა რომ მეც ეგეპატის დავამარცხებ და მე აი ამ ნაბიჯებს მოყვა რაღაც ასწაული შედეგი. ანუ ჩვენ გვჭირდება risk takers, ინიციატივიანი ტიპები, ხო? თალაკვაძეს და სერგეენკოს და ვინც ინიციატორები ხო, ნუ ხა პერსონალი კონკრეტულად მართლა ორდენები ეკუთვნის კი არა? ხო, კონკრეტულად არ მინდა ესე საოცრება. მე ვამბობ რას, რომ ზოგადად, აი რომ განვაზოგადო თვითონ სურათი, ქვეყანას მართლობით რგოლში აკლია ინიციატივიანი ადამიანები, თამამი ადამიანები რომლებიც არ მოერიდებიან და არ შეეშინდებათ პასუხისგებლობის აღების. რომ არა ის რომ მე დავუშვათ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა ბრძანებას ხელს მოვაწერ არ მოვაწერ. მე თუ ვთვლი რომ ამ სტრუქტურას დახვეწა ჭირდება ამის ინიცირება რომ გავაკეთოთ, თუნდაც საკრებულოში თუ კი ის ქვეყნის ძირითად კანონს არ ეწინააღმდეგება, რომ ბატონებო ხო არ შევცვალოთ ეს მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით და გავხადოთ უფრო მარტივით და გამჭვირვალეც. ხომ? რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი თუ მუნიციპალური მონიტორინგი ამ საკითხზე იყოს უფრო მაღალი და დაუშვათ ადამიანი ვინც ამას გააკეთებს გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა ვინ აიღო და არა ის ეხლა მშენებლობაში სწორედ ეს არის ხო რებუსია ფაქტიურად ვერ გაიგებ შენ ვისი ბრალი იყო დაუშვათ ის ბეტონის 30 სართულიანი კონსტრუქცია რომელიც იქ არ უნდა აშენებულიყო და ასე შემდეგ ვერ გამოკვეთავ დაუშვათ დამნაშავე ადამიანს რომელმაც თანამდებობა ცუდად გამოიყენა ან უპასუხისმგებლოდ გამოიყენა და რომელმაც ამის ნებართვა გასცა. ვერ იტყვი რომ ერთი კაცის ბრალია. პროკურატურა ვერ გავიგე. არა, პროკურატურა რას მიკეთებს? მამკა შესულია აუდიტის სისტემურად არის ესე მოწყობილი, რომ პროკურატურამაც რომ დაიწყოს მოკვლევა, ის ვერ დააყენებს ვერავის პასუხისმგებლობას. რას ნიშნავს როგორ ახლა შეკითხვა სამსახურებრივ გულგრილობა კი არა. რის საფუძველზე მოიმატე ხა მამა ძალიან მარტივია. 20 მილიონით რის საფუძველზე გაიზარდა ხარჯი და რის საფუძველზე დაიკლო მე 2014 ნუ ეს წინასე არჩევანი წელი იყო და ნაცმოძრაობის ჩვეული ის იყო და შერჩათ და ეს ისინი თავმჯდომარეები რო დაყავდა და იმსარაკე კარალევსკი ეკრივეტკი და ჩაქვი და ბაკურიანები და ასე შემდეგ ინიციატორები ნუ ესე კი რა გავაკეთოთ ეს ყველაფერმა ჩაიარა და უამრავი ქონება შეერგეს მოსწრებაზე დაინაწილეს მიწები საოცრება ხდება ბუნებრივი ახალი მერი სამსახური მერი რო შევიდა კაბინეტში მან თავის ერთ-ერთი სამსახურის ანგარიშზე აღმოაჩინა 700 ლარი ხო ანუ ფაქტურად არაფერი უნდა დაისაჯონ რომ მე აი ამ თავრობაში იცოდნენ რომ ის ისჯება რატომ ერიდებიან დაუშვათ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ასე შემდეგ ეს ცალკე საკითხია ესეც არ არის მე ვთვლი რომ ესეც
ისეთი მავნებელი პრობლემა არ არის, როგორც დაუშვათ, ჩვენ ხო ხედავთ, რომ სისტემური პრობლემები აქვს ქვეყანას და არა დაუშვათ რომელიღაცა ადამიანის თუნდაც ნაცმოძრაობის დროს ნაცმოძრაობა შეგნებულად აშენებდა ისეთ სახელმწიფოს, სადაც თვითონ უნდა ყოფილიყო მართველი და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილები, სადაც პასუხისგებლობის საკითხი მათი არ დადგებოდა. მათ და უნებურად და გასაოცრად მოხდა ისე, საზოგადოებამ აიღო უზარმაზარი ვალდებულება და თქვა, რომ არა, მე მინდა თანამედროვე ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და შენ აღარ იქნები მმართველობაში. ამას რა თქმა უნდა ჩვენ დაგვეხმარა საერთაშორისო თანამეგობრობაც, ამერიკის შეერთებული შტატებიც, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც და ბევრი სხვა. ჩვენ შევძელით რომ ეს მათი მზარდი მოლოდინი რომ სამარადჟამოდ სინგაპურივით ესე იქნებოდნენ დავამთავრეთ. მაგრამ დარჩა რა დანატოვარი მემკვიდრეობა, რომელსაც სჭირდებოდა ხელახალი აბსოლუტური გადაიარაღება. ჩვენ როცა ვამბობდით, თუნდაც სტუდენტები, ალეკო, როდესაც ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ეს არ იყო მათი ისეთი თვითმიზნური პროტესტანტული სტუდენტური აგრესიული რეაქცია. მათ ძალიან კარგად ჰქონდათ სტუდენტური მოძრაობის ლიდერებს, რომლებმაც მაშინ ძალიან ხალხმრავალი აქციები გამართეს, ხო, როდესაც ეს კადრები გამჟღავნდა და რას ჩადიოდა თურმე რეალობაში ნაცმოძრაობა და მათი სისტემა. მათი ძახილი რა იყო, იმიტომ რომ ამ სისტემის რეფორმა შეუძლებელია. ეს სისტემა ახლიდან უნდა ჩამოყალიბდეს. სახელმწიფო მმართველობის სისტემა. ნაბატია, მაგრამ რას მიკეთებს პროკურატურა ვერ გავიგე, თემურ ბასილია და ცოტნე ბაკურია, ძებნილები არიან და ესა რა ქვია, დღემდე და გაუყოლელია მათი მდგომარეობა. ადეიშვილს ძებნიდან ხსნიან ხა. რა თქმა უნდა, იმიტომ კი რომ შენი ძმა ცოტნე, მე ძალიან მაინტერესებს, ესე იგი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, ახალაია, რომლებიც ჩვენ ვიცით აქ რა უბედურებაც გააკეთეს და რაც ეს იყო სისტემური გასასამართლებელი საერთოდ მთელი რეჟიმი ნაციონალური მოძრაობის ჯერ მარტო იმაოს კასრების გამო და თემურ ბასილია ძებნილია, ცოტნე ბაკურია ძებნილია, მე რამდენი წელია ვერ ჩამოდია და ასე შემდეგ რამდენი ადამიანი და ადეიშვილს ხსნიან და ეს ხო უკვე ზუსტად ვიცით ძალიან საინტერესოა საქართველოსთან ვინ მისცა თანხმობა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ხელისუფლება მთავრობას რომელიც ხელისუფლებაც აყენებს ძებნაზე, მანვე უნდა გამოიწვიოს უკან ძებნა. იმავე ქვეყანამ უნდა მოხსნას. აქ არაფერ შუაში არ არის ამერიკელ ტოლვილის სტატუსს მისცემს თუ არ მისცემს. ვერც ერთი ქვეყნის ტოლვილის სტატუსი ძებნიდან მოხსნის თუ სასამართლო იმ ქვეყნის სასამართლომ არ დაადასტურა. ვინ დაუდასტურა ადეიშვილს აქედან მოხსნა. ან კეზერაშვილის სასამართლოზე პროკურატურამ რატო ვერ დადო იმ ისეთი სამხილები, რომ მოხდარიყო მისი ექსტრადიცია. შეკითხვები მაქვს ძალიან ბევრი პროკურატურასთან. მაგრამ ჩვენ თემას გავუცდით ეხლა. გავუცდით, მაგრამ დაუჯელობის სინდრომზე მივდივარ. გარწმუნებთ ალეკო, შენს თუ გექნება სურვილი თვითონ უკვე ცოტა მასშტაბურ პრობლემებზე შემდეგ გადაცემ ჩვენ ყოველდღიური გადაცემა გვაქვს როგორც რადიოში ასევე ტელევიზიით ამ საკითხებსაც შევეხოთ მაგრამ მოდით ისევ ჩვენს დედაქალაქს დაუბრუნდეთ სადაც ეს არის ყოფილი მმართველობისა თუ დაუშვათ ახალი მმართველობის ცოტა არ იყოს უპასუხისმგებლო თუ გუგრილი თუ არაპროფესიონალური დამოკიდებულება ქალაქის იერსახეს პრობლემები ექნება ქალაქის გამწვანებასაც პრობლემები ექნება მიუხედავად იმისა რომ მათი გაცხადებული და მათი ალბათ ადამიანური სურვილიც არის რომ ქალაქი იყოს ლამაზი ქალაქში იყოს სიმწვანე ქალაქში იყოს სისუფთავე და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურა მოწყობილი აკეთილშობილებული და ასე შემდეგ მაგრამ ფაქტია რომ სურვილი ნატრა თუ დამოკიდებულება ვერ ძრავს ადგილიდან რომ პროცესი მოქმედებაში მოვიდეს ალეკო აი ეს მე ესეთი საკითხები უფრო მადარდებს ვიდრე კონკრეტულად იმ ეზოში რომ წყალი არ მოვიდა და ვიღაცამ რომ რაღაცა ვერ გააკეთა ეს არის შედეგები მაგრამ აი მიზეზებზე ვამბობ შენ როგორ გესახება თან ახლა ამ პროცესში ჩართული ხარ როგორ გესახება რა რეფორმები რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აი შემდეგი არჩევნებისთვის დავუშვათ შენ თუ დააყენებ ისევ შენს კანდიდატურას რა სისტემურ ცვლილებებს შესთავაზებ და იტყვი რომ ეს უნდა გაკეთდეს აი ეს ძალიან მაინტერესებს რთული შეკითხვაა მაგრამ მაინტერესებს მე ვფიქრობ რომ ამას ხომ აღლა უკვე ვამბობ იმიტომ რომ მე ხომ მივეცი დავით ნარმანიას და მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ას დრო გადის აღარა ვარ გულშემატკივარი, მე იმიტომ რომ და ახლა ქუმსიშვილის იმედი მაქვს ხოთა შორსა ზუსტად იმ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო რა სამდეხანს უნდა გადადგმულიყო. რომ არ იყო არც მორალურად, არც პოლიტიკურად მზად ნარმანია ამ ხელა თანამდებობისთვის. მინისტრობა ერთია, მინისტრობა არის ჭრდილქვეშ და ფრთისქვეშ მუშაობა. იღებ პრემიერ-მინისტრის დავალებას, გაგეზი და მუშაობა. და თბილისის მერი დარჩა ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე. და თან ძალიან მართლაც ასე არის, რომ იყო საკანონმდებლო ხარვეზები, იყო ინსტიტუციური ხარვეზები. არც ერთი ინსტიტუტი არ შეუცვლია ნარმანიას.
ზონალური საბჭო ჩემი ღრმარწმენით არის აბსოლუტურად ზედმეტი დაწესებულება. არ შეიძლება კოეფიციენტები გავზარდოთ, არ გავზარდოთ, ამაზე ადამიანები მსჯელობდნენ. ეს უნდა იყოს კანონში ისევ კაცრად გაწერილი, რომ სად რამდენი შეიძლება იყოს კოეფიციენტი, სად არ შეიძლება. რომ მაქსიმუმი შეიძლება 10% იყოს, ის უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე. 100 და 700%-ით გაზდაზე რომ მსჯელობს საბჭო, ის საბჭო უკვე აპრიორი გაგდებულია კორუფციისკენ, გავლენებისკენ, ჩაწყობებისკენ და ამავდროულად. არ მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამისთვის განწირული საბჭო. ნაციონალურმა მოძრაობამ წასვლის წინ ვიცით ხო რომ ჯერ ცენტრალური ხელისუფლება შეიცვალა, უახლესი წარსულში გავიხსენდა და გუგულავა კიდევ ერთი წელი იყო მერა. 15 ივნისს ხო ჩატარდა შარშან არჩევნები. მარტში, აპრილში და მაისში ნაციონალურმა მოძრაობამ მერიაში გასცა საშინელი ნებართვები სამშენებლო. იმის შედეგებს 1-5 წელი კიდევ მოვიმკით. ჩვენ ყველგან კორპუსი ამბობთ. დავით ნარმანიასთან მე არაოფიციალური შეხვედრაც ჰქონდა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ოფიციალურად, არაოფიციალურად. რამდენჯერმე უთხარი რომ ხო იცი რა ნაღმები არის დადებული ამ ნებართვების სახით. მოდი და პირველი სამი თვე მეთქი თუ შეძლებ რომ შენ ახალი კალაპოტი გაიყვანოთქო და გადამოხვიდე ამ ახალ კალაპოტზე და ყველაფერი რადიკალურად შეცვალო. მათ შორის ნებართვებზე გეყოს ღონე, ძალა, რომ გააუქმო ეს ნებართვები. გამოგივა და კარგად გამოგივა ყველაფერი თქო. თუ ძველ კალაპოტში ჩაჭი. თული გეყოფათ აი ამ ნებართვების გასაუქმებლად. შენ ხარ რომ იურიდიულად ამ უგულავას მეც ჩახედული ძალიან დიდი თანხებია ჩადებული, თქვათ იგივე ჯარიმების სახით და ქალაქს გვეყოფა ამის მილიონები ვინ დათვალა ეს? ამას ვეუბნებოდი მე რომ ეს არგუმენტი მოვისმინე, ვინ დათვალა, რა დანაკარგი შეიძლება ქალაქს მიიღო. მე ამას თავაზობდი რომ მორატორიუმს რო ამბობდი რომ მოდი ამ მაჯვიან სანაპიროზე მორატორიუმი გამოვაცხადოთ და რევიზია მოვახდინოთ სამშენებლო ნებართვების. ყველა ნებართვის გაუქმებაზე არ იყო იქ ლაპარაკი. იქ არის რამდენიმე რომელიც ურბანულ კატასტროფას გამოიწვევს ისეთი ნებართვა არის გაცემული. დაგვეთვალა. იქ იყო არგუმენტი რომ იცი რა ცა არის გაყიდული ხალხს აქ. მოდი დავთვალოთ მეთქი რამდენია. აი რამდენი 10 მილიონის დანაკარგი იქნება ქალაქს, 100 მილიონის ექნება, 200. რამდენი ეს ხო არავის არ დაუთვლია და დატოვეს ესე სპეკულაცია რომ გააუქმა იქ რამდენიც მე ვიცი, რამდენიმე 10 მილიონზე 25 მილიონი ლარი და City Park-თან ხელშეკრულებას თუ არ გააუქმებს 350 ლარი უნდა გადავიხადოთ 10 წლის განმავლობაში ჩვენი ჯიბეებიდან. აი ხა მოდი შევწონოთ, მაგრამ აი ეს პროკურატურა თუ მოინდომებდა გავიხსენოთ რა ბრალი აქვს უგულავას. ერთ-ერთი brალი არის City Park-თან გათორმებული კორუფციული ხელშეკრულება. დაუდასტურე მეორე მხარის მონაწილეობა ჩვენი დღესასწაულზე. მილიონები რო უდევს, იცი რა? არ ვიცი ალეკო, მაგრამ აი მოდი მოატანინონ ეს თანხები, ან მოატანინონ ხა მე ძალიან გრუბად რალი დაუდასტურონ და გაწყვეტენ ძალიან უხეშად ვამბობ ამას, მაგრამ ეს ხალხი, მომიცით ხა მართლა მოვიდნენ ხა ცალცალი კალოშით იგივე ბოკერიას ოჯახი, იგივე ჩერგოლეიშვილები, იგივე უგულავას ოჯახი, იგივე კილაძეები და დღეს ისინი ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ არიან მილიონერები, მილიარდერები არა, ათეულობით მილიონერები. ერთ-ერთი უძვირესი სახე. მართლა იცი რა გეტყვი, მოდი 50 მილიონი დამიდე ანგარიშზე და მეც წამოვწვევი ციხეში 1-5 წელიწადი სიამოვნებით წიგნებს წავიკითხავ და ტელევიზორი მექნება ხო მით უმეტეს თუ მილიარდამდე დამიდე. წამოვწვევი ციხეში სიამოვნებით. რაღაცა მექანიზმი უნდა შეიქმნას. ხო და პრობლემა რა შეიცი მანჩო, აი ალეკო, ამას შენს გეკითხები, იმიტომ რომ შენ მუნიციპალიტეტის გარდა ფაქტიური ხა განაცხადი გაქვს პოლიტიკოსობაზე, ხო? ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ამ საკითხთან ეხლა პირდაპირ თუ არა ირიბი შეხება მაინც გექნება ხვალ. დღესაც უკვე ფაქტურად გაქვს. რატომ ხდება, რომ ხელისუფლების ის ორგანოები, რომლებიც ვალდებულები არიან, რომ ეს ხარვეზებით მიიღო ამ ხელისუფლებამ ეს მემკვიდრეობა უსაშინლესი პრობლემებით, რომლებიც სასწრაფო წესით გადაჭრას საჭიროებდა. და არ ხდება ამ პრობლემების აი ესე დიახ რადიკალურად, დიახ ძალიან ეფექტურად, ძალიან სწრაფად. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ნაჯახის ეფექტიც გამოყენებულიყო, იმიტომ რომ როდესაც იცი რომ ეს თუნდაც ეს City Park-ის ხელშეკრულება და სხვა და სხვა. ხო, არ ხდება ამის კეთება. ანუ რატომ შეიძლება იქცეოდეს ეს ხელისუფლება, როდესაც პრობლემები ცალსახაა, ჩანს რომც თვალი დაუხუჭოთ ჩვენს ყოფაში ეს პრობლემები თვალის დახუჭვის საშუალებას არ გვაძლევს. ჩანს ეს ყველაფერი შევერაღებელი თვალით, მაგრამ არ არსებობს ნება. რატომ არ უნდა არსებობს? რისი შიში, ან რა რისკ ფაქტორებია? საერთაშორისო თანამეგობრობა, საზოგადოება ვერ გაგვიგებს. ის კონკრეტული ბიზნესმენი, რომელიც კორუფციურ გარიგებაში იყო ყოფილ ხელისუფლებასთან, ის გაბრაზდება და მას ვერიდებით. თუ აი ყველა საკითხი მიმოვიხილთ, რაშია საქმე? ეგება საუბრის გამო კი არ იყოს, ძირფოს ტელემაყურებელ ხარ. ალეკო არის
ჩემის აზრით, თუ კი ვინმე დღეს პრინციპული ამ პოლიტიკურ პროცესში არის ალეკო ელისაშვილი პრინციპული. ჩემის აზრით, საზოგადოებრივ აქტიურობაში და საზოგადოებრივ თუნდაც ეს რადიკალურ პროტესტში ძალიან აქტიურია მანჩო გიორგობიანი და ამაყივარი ჩემი მეგობარია. ხო, აი, მოდით ვისაუბროთ, რა შეიძლება ჩვენი ვარაუდით იყოს მიზეზი იმისი, რომ ხელისუფლება დუმსან არაფერს არ აკეთებს. აი რა ვიცი ესე ჩანს არაკეთებს მე რამდენ ხები რაც გენ მე რაც ხება არ არის საკმარისი მე ინდივიდუალურად ალბათ რაღაცას აკეთებ მაგ რაღაცებზე უფრო მსხვილზე სისტემურზე პრობლემაა რომ რატომ არ იჭერენ ამ ხალხს მარტო უგულავა იყო დამნაშავე იქ ხები რაც გეონები არ ვიცი მოიფიქრონ რაღაცა მოსადი მეათე თვეა ზის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე აი ეხლა გასამართლეს ბუღალტერი ფაშისტი აი ერთი თვის წინ 97 წლის ასაკში ის გაასამართლეს აი ეხლა მიაგნეს ბუღალტერი იყო ნაცისტები ოსვენციმის ბანაკის თუ არ ვწდები ხო აი წარმოიდგინე რა დონეზე მუშაობენ და მეც მინდა ეგეთი სახელმწიფო რომელი დანაშაულს არავის არასოდეს შეერთებული შტატების აი სახელმწიფო სამართლებრივი სისტემა არის ესეთი არ არსებობს დანაშაული თუ კი ის უკვე სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულებაში რომ ეს დანაშაული დასჯადია არ არის რა დროს არ უნდა გავიდეს იმ დანაშაულის ჩამდენ ადამიანს 100 წლის შემდეგაც რომ მიაკვლიოს მას დასჯია პირველ რიგში მოსათხოვნი არის აი ეს ზუსტად აი სისტემაზე თუ გვინდა საუბარი გავაუქმოთ აი საქმეების ის რო არის რა ქვია სიძველე თუ რა სიძახიან რო აღარ იღებენ წარმოებაში ახანდაზმულობა მერე წარმოებაში ან თუ ახალი გარემოება არ გაჩნდა მარტივია ელემენტარულია კანონი შეიცვალოს მოეხსნას ხანდაზმულობა იმიტომ რომ იმათ ეს ყველაფერი იუდიურად კარგად აქვს გაფორმებული და დაიძრა საქმეები ნუ ღელოდებიან რა ახალი გარემოება და რა ახალი მოწმე უნდათ გაწყვიტეს ნახევარი თბილისი თუ ის თავთუხაშვილი მოკლეს და აგერ ხარძიანი შეუკვეთეს მოკლეს მანამდე მერაბ კალანდაძე მოკლეს ეს ბიზნესმენები ვისთვისაც მილიონები ჰქონდათ სარქმეული და ეს ადამიანები არ უთმობდნენ და მე ძალიან მეშინია არ დავმალავ და ვთქვათ იგივე ელის ბარაშვილზეც მეშინია ნოშრევან ნამორაძეზეც მეშინია ამ ადამიანებზე ვინც ამ სისტემას და ნაციონალურ მოძრაობას დაეჯახა მეშინია იური ვაზაგაშვილი აი ესე მოგვიკლეს გესმის და ძალიან უმოქმედება იწვევს არა მხოლოდ სტაგნაციას არამედ რაღაც პრობლემების გაუარესებას ხო ალეკო მოდი შენი აზრით მე ძალიან მაინტერესებს გაქვს შენ ამასთან აი ამ საკითხებზე უკვე ნაფიქრი როგორც პოლიტიკოსი რაღაცა შენი ხედვები რატომ ხდება ისე რომ ჩვენ ვერ ვერევით იმ მემკვიდრეობას რომელმაც შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება იმიტომ რომ არ აღმოჩნდა დაუშვათ რაღაცა ნება თუ ხედვა ალტერნატიული გზების გამოძებნის ახალი სისტემური ცვლილებებისა რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, აუცილებლად ყველანაირ განვითარებას, პოლიტიკური პროცესის განვითარებას და გაჯანსაღებას ხელს შეუწყობდა, ხო? ელემენტარულად ყველა ხელისუფლის ვალდებულება ეს არის, ალბათ, რომ მე თუ მივიღე რაღაცა ცუდი მემკვიდრეობა, ან თუნდაც კარგი, მე ის უნდა გავაუმჯობესო. მე იმიტომ მოვდივარ ხელისუფლებაში, რომ ქვეყანა ჩემი ხელისუფლების დამთავრების შემდეგ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის აქსიომა ალბათ პოლიტიკური პროცესის, ხო, ძვირფასო ტელემაყურებელი არაფერს ახალს არ ვარ, პირიქით ხშირად შიშობ ხოლმე რომ ბანალური არ ვიყო და რაღაცა ისეთ 2x2-4-ს არ ვამტკიცებდე ხოლმე, მაგრამ ფაქტია რომ აი აქ ამ 2x2-4-ს პრობლემა შეექმნა. არ ხდება არ ხდება რაღაც ახალი ენერგეტიკის, აი ვერ გზნობს მოსახლეობა ამას, რომ აი რაღაცა ცვლილებების ქარი უბერავს, რაღაცა სახელმწიფო ხელისუფლება, თუნდაც ცენტრალური, თუნდაც მუნიციპალური, თუნდაც ადგილობრივი და ასე შემდეგ, რაღაცა სიახლეს თავაზობს მოსახლეობა, სადაც მათი ხვალ დღე იქნება უფრო ნათელი. აი ამაზეა საუბარი. ადამიანებზე და კადრებზეა ყველაფერი დამოკიდებული. მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ თავს ვერაფერს ვერ მოაბავდა ირაკლი ღარიბაშვილი. თუნდაც იმიტომ რომ 30 წლის ბიჭი იყო, როდესაც დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ნუ აი არ ვიცი მე სოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი იყო 32 წლის მოკვდა მაკედონელი და ნახევარი კი არა მთელი სოფლიო და ერთადერთი იყო 20 და აღარ განმეორებულა ასე. და წესით გამოცდილება კვალიფიკაცია დროსთან ერთად მოდის. ამდენად მისი დანიშნა რომ იყო ძალიან წარუმატებელი, თავშივე ამაში ვიყავი დარწმუნებული. ისევე როგორც დარწმუნებული ვიყავი რომ დავით სერგეენკო 100% შეასრულებდა კი არა და გადაჭარბებით ჩემ, იმიტომ რომ ადამიანს ეთყობოდა, თავის თავში დარწმუნებული იყო, თავდაჯერებული იყო, ზუსტად იცოდა რასაც ლაპარაკობდა, იყო რასაც გეგმავდა და გააკეთა კიდევაც. ეხლა მე საერთოდ მიმაჩნია რომ ყველაფერი ჯანდაცვაში მიდის ეს საერთოდ ქვეყნის განვითარებას უკვე თან პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ რაც ჩააბარეს დავით სერგეენკოს, იმას აკეთებს წყინვალით. ადამიანებზე არის ცუდად შერჩეული კადრების შედეგია
მაგალითად პროკურატურაში რაც ხდება ან ეკონომიკურ ჩიკაიძე რო თავს ვერ მოაბავდა მინისტრობას, ესეც ნათელი იყო და ეს კაცი ძალიან თავდაჯერებულია ბომელაური. დანარჩენი მინისტრები აი რაღაცა იმალებიან ამ ხელისუფლებაში პრობლემა არის ის რომ გააწყვეტილების მიღებას გაურბის ყველა. და ყველას უნდა რომ ვიღაცა შეაჩეჩოს. რა თქმა უნდა, ინიციატივობის პრობლემა არის. უნდა მერიაში მე რას უყურებ, ყველა ცდილობდა შეეჩეჩებინა ერთმანეთისთვის გადაწყვეტილება. ეს ხელი კარტოფილის ხო, აი ასე რომ შენ შენ დაიჭირე, იმიტომ რომ რაღაცას რო აკეთებ აუცილებლად შეცდომას დაუშვებ და მე რო შეცდომა სხვას არ დაეხვია, იმიტომ რომ იქ გუნდურად არ მუშაობს მერია, მე ის ვიღაცას არ ეთქვა, აი მე იქ მოკლედ ივანიშვილთან როგორ აიტანდნენ ხმას, ეს იყო პრობლემა. ამიტომ ახლა მერიაში ჩასვეს კრიზის მენეჯერი ქუმსიშვილი, რომელმაც დაიწყო თავის თავზე გადაწყვეტილებების აღება. ვნახოთ, მე წარმატებას ვუსურვებ, ხარის დაუჭირე. კი ბატონო ქუმსიშვილს ჩვენ პირდაპირ ეთერითაც ვთხოვდით რომ ეგება დაგდოს პატივი ჩვენს ესეთი ღარიბულ სტუდიაში ეგება გვესტუმროს და ეგეთი რადიკალური არ ვარ მოთხოვნა თავისი ხალხოსნობა ეგება აი ამითიც დაგვიქცეს დავით ნარმანიამ კიდევ ერთხელ ეს არ იყო მე ხმა არ მიმიცია მისთვის შემდეგ უკვე მეორე ტურში ხმა მიმიცია მეორე ტურში იძულებული ვიყავით ნაციონალების კონკრეტულად ნაციონალების წინააღმდეგ მივეცი ხმა მაგრამ ნუ ჯერჯერობით არც იქით არც აქეთ ეს რადიკალური არ ვარ ვიცი რა არის ჯერ ვათვია ხო ადამიანი მოსულია რაღაცები მეტნაკლებად სწორდება რეაგირება მე ის მომწონს სამთავრობაში ყველაფერს მართლა იმისთვის ავირჩიე რომ ყველა საერთოდ ეს ხელისუფლება მამუკა რომ ოღონდ ისინი არა მოდი ესე ვთქვათ ხო ამიტომ ეგეთი ისტერიკა არ მჭირს რომ ხა დღესვე მინდა რომ სახელმწიფო იყოს ვაიმე და აშენებული ამას არ ველოდები რის გაკეთებას დღეს შეიძლება რატომ გადავდოთ 5 წლის თავზე 14 მილიარდ და ეხა 16 მილიარდამდე გაზრდილი ვალიდადებული აი ეს თქვათ იგივე აი ტრაპაიძის გაკეთებული ახალი გზა თქვა პრეტენზიები რა თქმა უნდა მაგ გამოიძიონ რა და რატომ დაждდა 100 მილიონი მაქსიმუმ 50 მილიონი ღირებულების ახალი გზა რომელიც გადის ხილიან აი ძიურში სად არის მოატანინონ ეს თანხები დააჯარიმონ მე არ ვამბობ რომ ციხეში უნდა იჯდეს ყველა თანხები რაღაცა ნაწილობრივ მაინც დააბრუნონ ძალე მე არ ყველა წინააღმდეგი ვარ მასკიშოვების და ეკხელების ამოტრიალების და იმისი ბუნებრივია მაგრამ რატომ არ იზიარებს ფაქტი არ უნდა გრძნობდეს ყველა ეს არის ვალები მამუკა რომელიც ახლა მე ამაზე მივდივართ მაგრამ ახლა 16 მილიარდი ავიდა ვალები მემასქნის რა ქვია მთელი საქართველოს ფასადებში აგერ გავით მარჯანიშვილი გაკეთებული გიფსო კორდონით არის უმეტესი შენობები იმიტომ რომ მოესწრო და იქ 150 მილიონია რომელიც ჩემი შვილიშვილის სახთელია არა თუ ჩემი შვილის ჩემი შვილიშვილის სახთელია სად არის ვინ არიან დამნაშავეები გამოავლინონ მოატანინონ თანხები ეს თანხები ხო ოფშორებში ულაგია და ხვდები აი ამაზე მაქვს მე ხა კონკრეტულად საუბარი თორე იმის მოლოდინი არ მქონდა რომ ერთ დღეში რაღაც გამოსწორდებოდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ რაღაცა ცდილობენ და საზოგადოებიდან რაზეც არის ხმაური რაზეც წდება აუცილებლად რეაგირება არის ხოლმე მე ხა ნამდვილად მაგ პრეტენზიას ვერ ვიტყვი რომ რაღაცაზე რეაგირება არ არის კი ბატონო მაგრამ რამდენად ეფექტურია ეს რეაგირება ესეც არის ეხა მე კონკრეტულ საკითხებზე არ ვსაუბრობ მაგრამ აი კონკრეტიკას რაც შეეხება რამდენად არის ეს დინამიკაში ასახული რომ 22000 საქმე რომელიც პროკურატურაში შევიდა ადამიანების ქონებრივი უფლებების დარღვევისა უკანონო თავისუფლების აღკვეთისა რაღაცის იძულებით დათმობისა და ასე შემდეგ 62000 საქმიდან რამდენი 1000 საქმეა უკვე წარმოებაში ჩაშვებული და რამდენის ხელახალი გამოძიება დაიწყო და რამდენი ადამიანის უფლებები რომლებიც 10 წლის განმავლობაში იყო დარღვეული მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და ეს ხომ არ იყო უბრალოდ იმის უფლება რომ რაღაც დეტალური ეს იყო ადამიანები რომლებმაც დაკარგეს არა მხოლოდ ქონება და კეთილდღეობა და ხვალიდე თავისუფლება ჯანმრთელობა ბევრ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ბევრ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრები დადიან დღეს და ითხოვენ ამისთვის კონკრეტული ადამიანების დაჟეს და დეტალურად აქვთ ჩამოყალიბებული საქმეში დაუშვათ ის ხარვეზები და დანაშაულები რომელსაც ჩადიოდა სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურა მიხეილ სააკაშვილის დროს ხო აი ეს აქაც უზრაობა ის რომ საგარეო ფაქტორი დაუშვათ ის რომ მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს ჰქონდა რაღაცა კარგი კომუნიკაცია კონკრეტულ პერსონალიებთან
კორუფციული, მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ შემეძლია სრული პასუხისგებლობით თქვა, რადგან ამ საქმეს კარგად ვიცნობ, ამ საგარეო ურთიერთობის მიხეილ სააკაშვილისას, ვიტყვი რომ კორუფციული ურთიერთობის შედეგად მას ყავს რამდენიმე მომხრე სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურაში, მაგრამ არა როგორც ის წარმოჩენა უნდა რუსთავიორებს თუ სხვა პროპაგანდისტულ საშუალებებს, როგორც დასავლეთი, როგორც მისი ერთპიროვნული მხარდამჭერი. ხო, ესე არ არის. ესეთი ილუზია იქნება, იმიტომ რომ ხელისუფლება არაეფექტურია საგარეო ასპექტშიც და შიდა პრობლემების სამინისტრო ყავს მკვდარი, აი პირდაპირ რაც მკვდარი. არაფერს არ აკეთებენ. არაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ საოცრება ხდება ჩვენი ქვეყნის წონა არის 0. აი 0, აღარა მაქვს იმაზე საუბარი, რომ ლობისტების თემა ვიცით, სააკაშვილი რომ მილიონებს იხდის, ესეც ვიცით, მაგრამ ის რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს არ აკეთებს, ამას წინ საქართველოს მოსახლეობის ინტერესი არის რა, მათი სოციალური გარემოს გაუმჯობესება დღეს თუ არა იმ პერსპექტივის განცდა, რომ რეალურად უკვე მისთვის სასიკეთოდ რაღაც კეთდება, რომ მას ხვალინდელი დღე ექნება. არის აქ პრობლემა როგორ? ზოგადად მთლიანად სოციუმისა, მაგრამ მოდი და აი ეს დავანაწილოთ. მოზარდი თაობის, რომელმაც დაუშვათ უმაღლესი ჩააბარა და პროფესიას ეუფლება, მაგრამ არ იცის ის თავის პროფესიით იმუშავებს თუ არა და კარიერას გაიკეთებს. საშუალო ასაკის ადამიანს, რომელიც კარგი კვალიფიციური სპეციალისტი იყო, მუშაობდა ნებისმიერ თანამდებობაზე თუ სამუშაოზე არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ ის ვერ ხედავს, რომ ის ოდესმე დასაქმდება. პენსიონერის, რომელიც ფაქტიურად საკუთარი პენსიის ამარა აბსოლუტურად დაუცველია, თუ კი მას ოჯახის წევრები არ ინახავენ და არ ეხმარებიან. და ასე შემდეგ უმუშევარ და უზარმაზარი არმია, რომელზეც სახელმწიფო უბრალოდ ბიუჯეტის შესაბამისად არ ქონის გამო, იმდენი ფულის არ ქონის გამო, უმუშევართა დახმარების რაღაცა ფონდი რო გაკეთდეს, რომ ასე ბევრი საკითხი, ანუ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, იგივე ხმალამოღებულები ვიბრძოდით, რომ დამარცხებულიყო ავტორიტარული რეჟიმი და ვიცოდით ასევე ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა რა დიდი და მძიმე მემკვიდრეობა დახვდებოდა ახალ ხელისუფალს, ხო? მას ჰქონდათ ეს პრობლემა გასიგზავნებული, ესე რომ არც ისე მარტივი იქნებოდა ამ მემკვიდრეობის გადმობარება და შემდეგ გამხარვაზების გამოსწორება. ბევრ შემთხვევაში ვხედავთ, რაოდენ კეთილმოსურნეებიც არ უნდა ვიყოთ და მოყვარეს პირში უძრახეო, ეს ცუდი სულაც არ არის. ხედავთ, რომ ბევრ გამოწვევას თავს ვერ ართმევს ხელისუფლება. ცენტრალურიც, ადგილობრივიც და სამართალდამცავ სტრუქტურებზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, ერთადერთი ხარ, რაც პოზიტივში უნდა მოიხსენიოთ, თუნდაც ჭიკაიძე, თუნდაც მანამდე ვინც იყო, ღარიბაშვილი იყო თუ არ ვწდები არა, მანამდე შინაგან განსაკუთრების მინისტრი, ხო, პოლიციის, ანუ პატრულის შემხებლობა საზოგადოებასთან გახდა ადამიანური და ძალიან კარგია. ხო, უკვე პოზიტივია. პატრულის დანახვაზე არ გეშინოდა, რომ შეიძლება შენ ახლა მოკვდე. ეს უკვე კარგია. მაგრამ მეტი არაფერი. უკვე უკეთესობაა. ეს არის ძალიან ცუდი. ვიცი რა არის, მამკა, გახმაურება არ ქონია, მაგრამ მე არ შემიძლია რომ არ გითხრა, მაგალითად ერისთავის საქმესთან დაკავშირებით, ჭიკაიძე ძალიან ოპერატიულად, ძალიან სწორად იქ ცუდი გეტყვი ამ საქმეში ის არის, რომ გადაყვნენ ერისთავის საქმეს ის წამლის ჩამდებები. ვინც იყვნენ იგივე მხეიძე, მესხი, ისინი აღარ მუშაობდნენ. ჭიკაიძეს მემკვიდრეობაში ერგნენ და თვითონ ვიციან ეს ადამიანები, მაგრამ ხა იცი რა არის ხელისუფლება ცდილობს რომ იურიდიულად დაუმტკიცოს, ხო, რაღაც ამ ადამიანს და ესევე პირდაპირ ვერან თავისუფლებენ. ხა ჩვენ კი ნერვები გვეშლება და გვინდა რომ ეს მწვალებლები, დარბაიცელის მსგავსი ხალხი, მაჩაიძე, მაღლაფერიძე, რომელმაც 7 ნოემბრის დაარბევას მოაწერა ხელი, აღარ არსებობდნენ, მაგრამ ნუ ხელისუფლება ვალდებულია რომ ალბათ სამართლებრივად და სახელმწიფო მმართველობაში ეს ადამიანები არ უნდა საქმეს გადაყვნენ ნამდვილად გადაყვნენ ადამიანები და ჭიკაიძე ძალიან არ შემიძლიათ ახალგაზრდა ბიჭი ჩემდა სამწუხაროდ და მის დროს გახდა აპოლიტიკური პოლიცია ვთქვათ არ გვეშინოდა თუ კი რამეზე ვთქვათ გავაკეთეთ რეაგირება იმ პერიოდში ვარკეთილის პოლიცია რაღაც გაილახნენ ქუჩაში და ხო იცი ეს რაღაცა ხო პოლიტიკური ნება რო არ არის და პოლიცია რო გაგლახავს ნამდვილად ჰქონდათ რეაგირება საზოგადოების აი როგორც კი შევაწყობდით ერთადერთი მისი დიდი შეცდომა იყო ის რომ ვერ გააკეთა ვაზაგაშვილის მკვლელობის პრევენცია რომ მანამდე ეს თელი შემკვეთები ვინც იყვნენ და ზუსტად ვინც ვიცოდით ხო ყველამ ვინ არის მკვლელი ეხლა ვაზაგაშვილის ამბავი არის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა არის ნამდვილად ასევე ბესოხარძიანის
ჩემ და სამწუხაროდ აი გესმის ახლა ესე აი ეგეთ ცოტა ესე ხილმკვლელებზე ცოტა მეტი ოპერატიულობა უნდა მოვითხოვოთ ხო? ალბათ ბუნებრივია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების და ადამიანის სიცოცხლეს. და ხო, აი ეს კეთილი, ესეც არ ვიცი, ალეკო მე არ მინდა რომ შენ დუმდე, შენგან ძალიან ბევრი შენი მოსაზრება მინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა გაიგოს, შენ რას ფიქრობ სხვადასხვა საკითხებზე. შეიძლება თუ რომელიმე საკითხი უხერხულია შენთვის და არ თავს იკავებ პოლიტიკოსებს ჩვევიათ ხოლმე, ხო? თუ შენთვის დღეს აქტუალური არ არის, კი ბატონო, იმ თემაზე ვისაუბროთ, რაც შენთვის ყველაზე პანორამაზე მაინტერესებს. რაშიც შენ უფრო გნებავთ არაფერს თავს არ ვიკავებ მე რაღაცა აქტუალური არის პანორამა მამუკა ეხა დღეს ქალაქში არის აქტუალური თემა პანორამა პანორამა თბილისი კი ბატონო მაგრამ სანამ პანორამაზე გადავალ მოდი მე ესეთ რაღაცას ვიტყვი და რამდენად სწორია შენს მანჩო შემეკამათე ჩვენ ხშირად ვკამათობთ პრობლემა არ არის მაგრამ ერთმანეთი არ გძულს ამიტომ კამათში პრობლემა არ არის ქიშდების მიყვარხარ მაგრამ სულჩხობობთ ამიტომაც ეს პოლიტიკური კულტურის ელემენტი კამათი და სხვა აზრის ხო მიღებულობა დისკუსია ეს აუცილებელი შემადგენელია რომ იყოს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მე შენი I'm public personobიდან გამომდინარე, საჯარო პირობიდან გამომდინარე, შენი პოზიციები, შენი აქტიურობა, შენი აი ესეთი ჩარევა, საკუთარი აზრიდან გამომდინარე, საკუთარი ხედვიდან გამომდინარე, იმდენად მომწონს, რომ მე ვამბობ ხოლმე ესე, რომ ჩვენს პოლიტიკურ პროცესს თუ აკლია რაიმე, სწორედ ესეთი დამოკიდებულების მქონე პრინციპული ადამიანი, სხვა შორის მანჩო შენს გირჩევდი პოლიტიკურ პროცესში ჩარევას, იმიტომ რომ შენ ძალიან აქტიური ხარ. ხო, მე მინდა რომ საზოგადოებრივი და აქტიური ადამიანები, როდესაც საკუთარი ხედვები აქვს. ყველაფერზე რეაქცია მაქვს. ჩვენ გაგვეთიშა ერთ-ერთი სოფიტი, მაგრამ არა უშავს. რადგან აი ესეთი შიშველი ხელებით ვაწყობთ ამ ტელევიზიას და მაუწყებლოთ, ამიტომ ესეთი ხარვეზები, ტექნიკური ხარვეზები. ხო, მამკა, მე თავისუფალი მოქალაქე ყველაფერზე რეაქცია მაქვს, იცი, შენ ძალიან კარგად და ძალიან აქტიური და ძალიან ხმაურიანი და არის უმჯობესი. მე ვიკიდევას და არც იმის მეშინია, რომ ვინმე მინისტრზე რამე დავწერო და ძალიან მიხარია, გამოვწერე ის იგივე მესხის, ვთქვათ, რომ წამალს უდებ და კიდე იქ მარტო ერისთავი არ იყო, სხვაებიც იყვნენ. პირდაპირ Facebook-ში ხარ, თანამდებობებზე იყვნენ კრიმპოლში. ცოტა კი უნდა შემშირებენ, პირდაპირ ვიცი ხოლმე კონკრეტულად მე უფრო მიყვარს, აი პირდაპირ სახელებით, გვარებით, პირდაპირ წერ. აღარ მეშინია, ნახე ნაციონალების დროსაც წერდი, იცი ძალიან კარგად, მაგრამ დედას გეფიცები ძალიან. ისე არ შემიჩნევ რომ როდესმე გეშინოთ. არა, მე წერდი, მაგრამ დედა მომიკვდეს კი. განცდა შიშის რა ყველას ხონდა. შინაგანად სიკვდილი, ხო, აი მზად ვიყავი რომ ბუნებრივია, ამიტომ მე ესე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი, ეხლა მე ვამბობ ხოლმე ჩემს რადიო გადაცემაში, რომ ბურთი არის ჩვენს მოედანზე, საზოგადოების მოედანზე. ანუ საზოგადოებრივი აქტიურობიდან ახალი პოლიტიკური პროდუქტის შექმნა შეიძლება, რომ საზოგადოების ესეთი ინიციატივა, აი ალეკო ელისაშვილი აიღო თავის თავზე ვალდებულება, რისკიც შევიდა პოლიტიკაში მარტო თავის მეგობართა წრესთან ერთად და რაღაცა პირველი ბარიერი გადალახა. ჩვენ ერთ საეთერო დრო გვითავდება? ძალიან სამწუხაროა ჩემი საათი სხვა სმაჩვენებს და ვიფიქრე კიდე გქონდა გვექნება თქო დრო და მაშინ ერთი წუთი თუ გვაქვს კიდე მე ალეკოს დაუთმობდი სიტყვას. ერთ წუთში უნდა თქვა? მე მაჩნია რომ ყველა უნდა გავაქტიურდეთ და ყველა ვინც პოლიტიკაში არის ჩართული, ახლა არ ვიცი ნაციონალების გამოსწორება როგორ იქნება, მაგრამ კრიტიკა არის ძალიან ჯანსაღი რამ და ძალიან საჭირო რამ. კრიტიკა არ არის სიძულვილი, კრიტიკა არ არის სიყვარული, კრიტიკა არის აუცილებელი რამ. თუ ადამიანი გაკრიტიკებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა იარლყი უნდა მიაწებო. ვიღაცას რომ უკეთეს ქვეყანაში